დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით, როგორც ბატონმა დავითმა უკვე აღნიშნა, გაახალგაზრდავდა სამწუხაროდ ჩვენთან ეს დანაშაული, ეს ჯგუფი, ეს იქნება გადაცემის მთავარი თემა და რა თქმა უნდა ნარკოპოლიტიკა, რომელიც უკვე დაანონსებულია ხელისუფლების მხრიდან, რომ გამკაცრდება ნარკოპოლიტიკა, რომელსაც მოყვა უკვე გამოხმაურებები, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ხარს არ უჭერს ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას და ანალოგიური პოზიციები აქვთ იურისტებს, ადამიანებს, რომლებიც სასამართლო დავები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და იცავენ როგორც რეალიზატორებს, ასევე მომხმარებლებს, თვლიან, რომ კანონი საქართველოში არის ისედაც მკაცრი და მისი კიდევ უფრო გამკაცრება წარმოუდგენელია, არ შეიძლება და მხარს არ დაუჭერენ. ამ თემაზე ვისაუბრებთ ბატონ დავითთან ერთად. მოგესალმებით ბატონ დავით. მადლობას გიხდით სტუდიაში მოგზაურობისათვის. სანამ ორგანიზებულ დანაშაულზე გადავალთ ბატონ დავით და მის გაახალგაზრდავებაზე რამ გამოიწვია ეს, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო ნარკოპოლიტიკით. ხელისუფლებამ დაანონსა უკვე ეს არის რიგით მესამე რეფორმა ახალი წლის შემდეგ. მკაცრდება კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ რეალიზატორებს, ეს ეხება მომხმარებლებს და რაც მნიშვნელოვანია, ეხება რეალიზატორების ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ, ესე ვთქვათ, ჯგუფს, ეს შეიძლება იყოს ნათესავი, ნათლი მირონი და ასე შემდეგ. ანუ ვისაც აქვთ ამ ბიზნესთან კავშირი, ან როგორც ქვია ეს უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობა, თუმცა კანონიერი ნარკოტიკებით ვაჭრობა უბრალოდ არ არსებობს ეს სქემა. და საუბარია იმაზე, რომ ჩამოერთმევათ გარდა იმისა, რომ იქნება სამუდამო პატიმრობაც გააჩნია ნარკოტიკების რაოდენობას, ასევე საუბარია ამ კანონის თანახმად იმაზე, რომ მათ ჩამოერთმევათ უძრავი ქონება. სხვა შორის ამაზე ისაუბრა ამ ეთერში ექიმმა გიანიშნიანიძემ და თქვა კიდევაც, რომ ეს არის ძალიან კარგი, თუ ამ ადამიანებს ჩამოერთმევათ ქონება, მათ აეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობა და საერთოდ ზოგადად საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გამოჩენა ასეთ ადამიანებს. სირცხვილი უნდა იყოს, რომ მათთან ურთიერთობაც კი. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ დავით, დარწმუნებული ვარ, რომ ხარს უჭერთ ამ კანონს და გამკაცრებას, მაგრამ რაში მდგომარეობს ის მოსაზრებები, რომ ისედაც მკაცრია და ამაზე მეტად როგორ შეიძლება გამკაცრდეს? აი, იყო მკაცრი სააკაშვილის დროს და სიმკაცრემ რა მოგვიტანა, პირიქით უკვე შედეგი გამოიწვიაო ამბობენ და თქვენ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდით იმ პერიოდში და შემდეგ პერიოდშიც. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მივხვდებით იმისა, რომ თქვენ ვცდილობთ, რომ თემა გაყოთ, ეს ორივე თემა, რომელზეც ჩვენ დღეს საუბარი მოგვიწევს, ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დიახ. პირველ რიგში მაშინ, როდესაც ლიბერალური კანონმდებლობა იქნა საქართველოში მიღებული, პირადად მე ვთვლიდი, რომ ის არ იყო ჩვენი ოპერატიული ვითარებისთვის თავსებადი, არსებობდა ბევრი გარემოება, მაგრამ მე მაინც შევეცდები, რომ სულ რამოდენიმე ერთეულზე მოგაწოდოთ ინფორმაცია. პირველ რიგში ეს გახლავთ ზოგადად ფსიქოლოგიური პორტრეტი, თქვათ ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რაც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვღებულობდით ამ ლიბერალურ კანონმდებლობას, რამდენად თავსებადი ვიყავით ზოგადად ნარკობიზნესისათვის, როგორც ასაკობრივად, ისე ზოგადად მასშტაბების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ კანონის მიღების დროს ჩვენ ვიყავით ძალიან მაღალი მოწყვლადობის ქვეშ და შესაბამისად ეს იყო ძალიან სუსტი ადგილი და მას არ შეიძლებოდა რომ საბოლოო ჯამში არ დაეზიანებინა ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენ საუბრობთ, რომ აი სააკაშვილის დროს განსაკუთრებით თქვათ ამ მიმართულებას ებრძოდნენ, ერთი რამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გავაანალიზებთ იმ რაოდენობას, თუ რა რაოდენობის ადამიანი იყო დაკავებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ რეალურად მაშინაც დაცული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და ოპერატიული ვითარება ნარკობიზნესთან მიმართებაში არ იყო. პრაქტიკულად ეს საფრთხე მაშინაც იდენტიფიცირებული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი დაკავებული არ უნდა ყოფილიყო. მე არ ვსაუბრობ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლებელია რომ გარკვეული ინტერესი იყო, რომ ეს დანაშაულები, თქვათ, არ ქონდა ადამიანებს შადარნილი, არ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში, მაგრამ სხვადასხვა მიზნებისათვის მათ შორის ქონების ჩამოსართმევა და ეს შემდეგ ესეთი ტიპის, თქვათ, პირობითად ჩადებებიც ხორციელდებოდა.
ესე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ იმ პერიოდში ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ყველა ოჯახი პრაქტიკულად, რომელსაც კი შეეხო ეს დაჭერა, იყო გაწამებული. ესე ძალიან დიდი მასშტაბი ჰქონდა იმ პერიოდში და შესაბამისად ის ყველაფერი, რაც თქვათ სტაბილური ოპერატიული ვითარების დროს ქართველი ადამიანისათვის, საქართველოს ცხოვრები ადამიანებისთვის მიუღებელია ზოგადად რაიმე ლეგალიზაციაზე საუბარი და ლიბერალიზაციაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ძალიან მარტივად პროპაგანდისტულად გამზადებული იყო უკვე იმ პერიოდისათვის, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონი ყოფილიყო ლიბერალური. ერთ სიტყვით ესე იყო, მივიღეთ დამაზიანებელი შედეგი და ის ყველაფერი, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, არის სწორედ რეაგირება იმ საფრთხეზე, რომელიც გამოიწვია იმ კანონმდებლობამ, რომელიც როგორც ყოველთვის და არაერთხელ გვისაუბრია, არ იყო გამყარებული მეცნიერულად, პრაქტიკულად. კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ საფრთხეს, რომ ჩვენ ვიღებთ როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სამეცნიერო კვლევების გარეშე. სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ სათანადო კვლევები აწარმოოს და რეალურად ფიქრობ, რომ ამ პროცესებში უცხო ქვეყნების ზეგავლენა ძალიან მაღალია. თუ ვისაუბროთ ზოგადად ტრანზიტ. რას გულისხმობთ უცხო ქვეყნების ზეგავლენა ძალიან მაღალია? თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით ცივი ომის შემდეგ, როდესაც მოხდა მასალების დღისინათლეზე გამოტანა, ესე იგი საიდუმლო მასალების განსაიდუმლოება მოხდა, რეალურად ძალიან ბევრი ინფორმაცია გაჟღერდა, რომელიც ეხებოდა როგორც საბჭოთა კავშირს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სახელმწიფოებს, როდესაც ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური რეჟიმების დამხობისათვის, ახალი პოლიტიკური რეჟიმების გამოკვებისათვის და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. შესაბამისად, ამან ყველაფერმა დამაზიანებლად იმოქმედა ამ სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე კომპრომეტაციის თვალსაზრისით და ალბათობის მაღალი ხარისხით თუ დავაკვირდებით მომავალთა განვითარებას, ჩვენ ვაკვირდებით, რომ არანაირი შემცირება სახელმწიფო გადატრიალებებისა სხვადასხვა სახელმწიფო ზოგადად საერთაშორისო არენაზე არ ხდება. შესაბამისად, აუცილებელია რომ არსებობდეს ისეთი თანხები, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელმწიფოთა პოლიტიკურ და სადაზვერო ინტერესების შესაბამისად, მაგრამ არ იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ რეალურად გაიგონ საიდან მოდის ეს თანხები. ესე იგი, პრაქტიკულად ნარკობიზნესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ხდება ეგრეთ წოდებული შავი ფულის აკუმულირება, რომელშიც ალბათობის მაღალი ხარისხით ჩართული არიან უცხო ქვეყნების სადაზვერო სამსახურები, მათ ქოლგის ქვეშ ხორციელდება აღნიშნული ტრანზიტები, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამედროვე სამყარო იმ განვითარების დონეზე, რომელზედაც ჩვენ ვართ, როდესაც მათ შორის ძალიან მაღალ დონეზეა კოსმოსური დაზვერვა განვითარებული, ამ დონის ნარკოტრაფიკი არ უნდა არსებობდეს და შესაბამისად აუცილებლად ყველა სახელმწიფო სპეცსამსახურმა ეს იცის, რომ არის იდენტიფიცირებული საფრთხე ნარკობიზნესი, ეს გახლავთ არა მარტო პირადი მოგებისათვის რაღაც მიღებული თანხები, არამედ ეს არის სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლები, რომელიც გამოყენებულია შემდეგ სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებისთვის სამიზნეს სახელმწიფოებში, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, მათ შორის ისეთი ხელისუფლების შენახვისათვის, რომლებიც აღასრულებენ უცხო ქვეყნების სადაზვერო ინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ფიქსირებული იმ ბიუჯეტში, რომელიც გამოყოფილი არის შესაბამისად ფინანსთა სამინისტროების მიერ და შესაბამისად ყველაფერი ხდება ისე, რომ სადაზვერო ქმედებები დაფარულია ნარკობიზნესის მიმართულებით. დღეს ამაზე შორს წაგვიყვანს მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც თქვენი სურვილი იქნება, ჩვენ შეგვიძლია რომ ანალოგიურად გავიაროთ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა და ჩვენ ვნახავთ, რომ ნარკობიზნესი და ტერორისტული ორგანიზაციები ესენი წარმოადგენენ მნიშვნელოვან სადაზვერო ინსტრუმენტებს უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურების ქვეშ. და ეს საკითხები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 50 წლის განმავლობაში ვართ არასტაბილური ქვეყანა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოკლე პერიოდში ჩვენთან იყო ორი სახელმწიფო გადატრიალება, ერთი სისხლიანი, ერთი უსისხლო, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი.
ჩვენ მქონდა არაერთი ფაქტი, როგორც პირველ პირზე, ისე სხვადასხვა რანგის მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე ტერორისტული აქტები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაფიქსირდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში პანკის სხეობასთან დაკავშირებით, ტერორისტულ აქტივობებთან დაკავშირებით, მათ შორის ჰქონდა ბერი სალოსის გამზირზე პრეცედენტი, როდესაც პრაქტიკულად ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ლიკვიდაცია განხორციელდა და ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ მიმართულებით გააქვს გარკვეული სისუსტეები, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია, როგორც ეთქვა სასაზღვრო ზონის დაუცველობით. ესე იგი, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ იმ დონეზე სასაზღვრო დაცვის უზრუნველყოფას, რომელიც საჭიროა ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნისათვის, რომლის ორი მნიშვნელოვანი ტერიტორია არის ოკუპირებული და რომელიც ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნარკოტიკების ტრანზიტისათვის. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, კანონის გამკაცრება, რაზეც ეხა ხელისუფლება და ის პუნქტები, რომელიც შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, არის პრობლემისთვის მთავარი გასაღები, ამ პრობლემის დასაძლევად. დღეს მაგალითად უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ აი ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც იყო გარედან თავს მოხვეული, ეს ამის მიზეზი იყო ის, რომ მაგალითად ნარკოპოლიტიკის სიმწვავე საქართველოში უფრო მეტად დამდგარიყო და უფრო მეტ ოჯახს შეხებოდა ეს, ამით ხსნის ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია თუნდაც ამ ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე, მაგრამ დღეს, როდესაც გამკაცრებაზე არის საუბარი და მით უმეტეს ეს არის ისეთი მძიმე საკითხი, რომ ეს ყველა ქვეყნის პრობლემაა და ყველგან ძალიან მძიმე დგას ეს პრობლემა. შეძლებს კი ქვეყანა ამ კანონის გამკაცრებით ამ პრობლემის მოგვარებას, იმიტომ რომ თაობებზე აქვს საუბარი და ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით, კონკრეტულ მაგალითებზე ვსაუბრობდით, არასრულწლოვანი ბავშვები როგორ აღმოჩნდნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე და შემდეგ დღეს უკვე უწევთ ზოგს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ზოგს 10, 12, 15 წელით არიან რეალიზაციის ბრალდები დაკავებული და ზოგ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა რეალიზატორიც არ იყვნენ, ყოველ შემთხვევაში თავად თვლიან და ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ ისინი არ არიან რეალიზატორები. ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ გამკაცრება როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად არის აუცილებელი და თქვენი შეფასებით, აი თქვენი იმიდან თუ გამოვალთ, რა სფეროს რა სასაკობრივ ჯგუფს როგორ შეეხო ეს და რა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო ყველაზე მეტად ეს ნარკოტიკების ლიბერალიზაცია? ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ლიბერალიზაციამ მათ შორის სასკოლო ასაკშიდაც კი სასკოლო ასაკშიც კი მოახდინა სათანადო ზეგავლენა. ვფიქრობ, რომ ძალიან საგმისაულად ამ მიმართულებით მე არ უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვფიქრობ, რომ იმ ნასაუბრებით შეიძლება ძალიან ცუდი განწყობების ინსპირება უნდა მოვახდინო. ამიტომ ჯობია რომ ზოგადად მარტო საფრთხეზე ვთქვათ, რომ სასკოლო ასაკიც კი ამ შემთხვევაში მოწყვლადი გახდა ნარკობიზნესისათვის, ამას უამრავი წინაპირობა აქვს, რომელზედაც ალბათ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, როდესაც გადავართ ორგანიზებული დანაშაულის გაახალგაზრდავებაზე და ვფიქრობ, რომ პოლიტიკის გამკაცრება ნაკარნახებია იმ არასასურველი ოპერატიული ვითარებით, რომელიც სახელმწიფოში დადგა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სწორედ იმის დადასტურება, რომ რეალურად ლიბერალურმა პოლიტიკამ სწორად ვერ იმუშავა და მან დააზიანა ეროვნული ინტერესები. შესაბამისად, ხელისუფლება იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელთაც გარკვეულწილად მოახდენს რისკების მინიმალიზებას. ამით საფრთხის ბოლომდე საფრთხის ნეიტრალიზაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენ მივიღეთ პრაქტიკულად უამრავი თაობა ძალიან დიდი რაოდენობით, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისათვის აღარც შოუმის უნაროა და აღარც ბრძოლის უნარიანი გახლავთ და შესაბამისად მათ შორის აქ არის ისეთი ადამიანთა ერთობა, რომლებიც შესაძლებელია გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, მაგრამ მათი გამოყენება პრაქტიკულად სახელმწიფო ინტერესებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი. ამიტომ ყველაზე მთავარი შეკითხვა, რაც მე მებადება და მინდა დაუსვა უბრალოდ ხელისუფლებას და ნებისმიერ ექსპერტს, რომელიც ამ მიმართულებით მსჯელობს, არის მხოლოდ ერთი. პროგრამები, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ამ ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო პროგრამები, ეს არის რეალურად გამაჯანსაღებელი
პროგრამა, რომელსაც შეუძლია მეტადონის პროგრამა რომ არა მარტო მას შეუძლია რომ თქვათ გააჯანსაღოს ვითარება და თქვათ ის ფონი გაანეიტრალოს, რომელშიც უმძიმეს ფონი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თუ ეს არის სხვა მსგავს პროექტებთან ერთად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით 50 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ეს არის ჩვეულებრივი ექსპერიმენტი, რომლის დაკვირვების ობიექტები არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებას. აი ამ შეკითხვას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს, იმიტომ რომ როდესაც პროგრამა ხორციელდება, მას უნდა კონდეს დადებითი ეფექტი. აქ საინტერესოა ჩვენ ვიღებთ დადებით ეფექტს რაოდენობრივი შემცირებლის კუთხით, თუ სხვა რაიმე მიმართულებით, რომელიც ჩემთვის უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ხშირად მიწევს სხვადასხვა უბნებზე და ვცდილობ რომ ფეხით გადავადგილდე და განსაკუთრებით, როდესაც ვხვდები ისეთ ადგილებში, სადაც ამ პროგრამაზე დამოკიდებული ადამიანთა ერთობაა თავმოყრილი, არ შეიძლება რომ ამას თქვათ ნორმალურმა ადამიანმა გულისტკივილით არ შეხებოთ. გარდა იმისა, რომ სასკოლო ასაკ შეეხო ეს ყველაფერი, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ გამოიწვია მანდილოსნების დიდი რაოდენობით ამ პროცესებში ჩართვა. ძალიან მარტივია რომ ავიღოთ არა მარტო სკოლის, არამედ ჩვეულებრივად ისედაც ამას. ამიტომ აუცილებელია რომ თუ ჩვენ გვინდა რომ უფრო სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ ამისი, გამოვითხოვოთ სტატისტიკური მონაცემები, თუ რა ხდება ზოგადად ყოველდღიურობაში, რამდენი გამოძახება აქვს სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, რამდენი კომატოზური მდგომარეობაა ნარკოტიკებიდან გამოწვეული. აუცილებელია რომ გარკვეული სტატისტიკური მონაცემები მოვიპოვოთ საქართველოში, საკმაოდ უკვე ალბათ დიდი რაოდენობით ფსიქიატრიული კლინიკებიდან, სადაც ამ კუთხით ადამიანები მკურნალობენ. შესაბამისად ის ეგრეთ წოდებულს დავარქმევდი, იმიტომ რომ მე არ მაქვს მონაცემები, რომ სიტუაცია გაჯანსაღდა იმ პროგრამებით, რომელთაც თქვათ თითქოს და მკურნალობენ თქვათ ამ ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს და ეს სიმბიოზი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ზოგადი სურათი, თუ რა ვითარებაში ვართ და მხოლოდ ეს კანონმდებლობა და ეს სრულება, რომელიც შეაქვს ხელისუფლებას, იქნება თუ არა საკმარისი ზოგადად იმ პრობლემის დასაძლევად, იმ საფრთხის დასაძლევად, რომლის ქვეშაც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას თან უნდა დავამატოთ კიდევ ერთი მიმართულება. ეხლა ცოტა სხვა მიმართულებაზე უნდა გადავერთო, მაგრამ ამას აუცილებლად აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ და სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის დროს პირველი ქმედება, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ქვეყნისათვის დამაზიანებელი, ეს გახდათ სახელმწიფო უშუალოების სამინისტროს აკადემიის გაუქმება. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა და უნიკალური კადრების სამჭედლო და იქ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევა შეიძლებოდა, ისეთი გეგმები არსებობდა, მაგრამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, გახდათ ის, რომ უშუალოების სამინისტროს აკადემია გაუქმდა. ამან პრაქტიკულად სახელმწიფოს დღემდე მოუსპო იმის საშუალება, რომ არსებობდეს ძალიან მასშტაბური და სიღრმისეული არა მარტო სასწავლო, არამედ სამეცნიერო პროცესები, რათა იდენტიფიცირებული იქნა საფრთხეები მეცნიერულ დონეზე და უშუალოების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ იდენტიფიცირებული საფრთხეების შესაბამისად გააჩნდეთ სათანადო ლიტერატურა და გაიღრმავონ რა ცოდნა უფრო აქტიური და შედეგის მომტანი ოპერატიული საქმიანობა აწარმოონ. მათ შორის ეს აუცილებლად ესეთი პროცესების განვითარება ხელშეუწყობდა ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ნაწილით, როდესაც სისხლსამართლოს კოდექსის განსაკუთრებული ნაწილზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით განხორციელებულ საგამოძიებო ქმედებებს. უშიშროების აკადემიის გაუქმება და საერთოდ ამ სისტემის ჩამოშლა, ბატონ დავით, რაც აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან მძიმე შეცდომა, იგივე თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ახსნა იმით, რომ ეს იყო მემკვიდრე საბჭოთა კავშირის
უშიშროების აკადემია და ზოგადად უშიშროების სამინისტროც და საერთოდ უშიშროების სამსახური და ამ მოტივით მოხდა უშიშროების აი ყველაზე ესეთი სტრუქტურის ჩამოშლა. რაც დღემდე ძალიან დიდ შეცდომად მოგზდევს კიდევაც, ხო? ესე იგი პირველი ძირითადი მახასიათებელი რაც ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას, ეს იყო მაღალი დონის არაპროფესიონალიზმი, ჯერ უმაღლეს დონეზე და მერე იერარქიულ მოყოლებაზე. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ პრაქტიკულად სახელმწიფომ 9 წლის განმავლობაში დაკარგა პერსპექტივა იმისა, რომ მიგვეღო მაღალი დონის ოპერატიული თანამშრომლები, მაღალი დონის პროკურორები და მაღალი დონის მოსამართლეები. პრაქტიკულად მან მოსპო რაც შეჯიბრებების პრინციპი ამ უწყებებს შორის, რომელიც სასამართლოში უნდა გამართულიყო, ყველაფერი დამოკიდებული იყო პოლიტიკურ ნებაზე, ამან პრაქტიკულად მოსპო საკადრო უზრუნველყოფის სისტემა. ამიტომ დღეს განვითარებული მოვლენები ზოგადად გარკვეულ და პირდაპირ არის დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რაც ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის პერიოდში. რაც შეეხება საკადრო უზრუნველყოფას, დიდი სიამოვნებით ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს იმის საფუძველი, რომ იქ იყო მაღალი დონის საკადრო უზრუნველყოფა, მე მზადა ვარ ნებისმიერ ეთერში დაუჯდე და მტკიცებულებითი ფორმით დაუსაბუთო, რომ ეს იყო ყველა ეს მოქმედება იყო საბოტაჟური ნიშნების შემცველი და უშიშროების აკადემიის გაუქმება ეს იყო პირდაპირ უცხო ქვეყნების ინტერესი, იმ ქვეყნების ინტერესი, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილის და მის ხელისუფლებაში მოყვანით. პირველი და მნიშვნელოვანი ეს რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. ანალოგიას ხვდებით უკვე ამ ხელისუფლების პირობებში. თუ არ ვწდები, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ პერიოდში იყო გახარია, როდესაც გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სადაც პრაქტიკულად ორდონიანი სწავლება მიმდინარეობდა საბაკალავრო კუთხით, სადაც მეც მქონდა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი აუდიტორიებში და მესწავლებინა და იყო ესევე მაგისტრატურის კურსი, სადაც სწავლობდნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელებში ნასწავლი და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა ჰქონდათ, რომ თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები ეკეთებინათ. მიმდინარეობდა მუშაობა მესამე საფეხურის უზრუნველსაყოფად, მსგავსად უშიშროების აკადემიისა. იქაც იყო საუბარი იმაზე, რომ მესამე საფეხურის სადოქტორო მიმართულება უნდა განვითარებულიყო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიეცემოდა შესაძლებლობა როგორც ნაცმოძრაობის პირობებში, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში, რომ საიდუმლოების გრიფით მომხდარიყო ისეთი მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც აუცილებელია როგორც ოპერატიული თანამშრომლებისთვის, ისე ხელმძღვანელი პირებისათვის, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და კიდევ ბევრი სხვა უწყებისათვის. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ მოვლენათა პარალელიზმთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ ალბათობის მაღალი ხარისხით, რომ ეს იყო უცხო ქვეყნების სადაზვერო ინტერესების აღსრულება. ვინდა როგორ აღასრულებდა, ეს უკვე არის საქართველოს კონდაზორისა და გენერალური პროკურატურის პრეროგატივა, მათ შეუძლიათ, რომ ამ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწიონ და იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩათვლიან, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილება საკმარისი არის იმისთვის, რომ მე მათ დავეხმარო, თქვათ, როგორც ერთი რიგით მოქალაქე, მე მზად ვარ, რომ გამოთქვა ამ მიმართულებით მზადყოფნა, თუმცა გითხრათ სიმართლე, ძალიან ნაკლებად პერსპექტივად მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ვინმე რაიმე გააკეთოს. ახლა ისევ დაუბრუნდეთ თემებს. ნახეთ, ესე იგი, რეალურად მე ორ პროცესზე ვისაუბრე, რომელიც პირდაპირ კავშირშია თუნდაც იმ ნარკობიზნესის განვითარებასთან. ჩვენ და სამწუხაროდ, როგორც უშიშროების, ისე პოლიციური სტრუქტურაში ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უმაღლესი სასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ უშვებს იმ პროდუქტს, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება თავისი პრობლემების გადასაწყვეტად, მაშინ გამოდის, რომ რეალურად ჩვენ ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომ ეს პროცესები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს მასში და ვფიქრობ, რომ ამ პროცესების ირგვლივ რეაგირება სამართლებრივი ძალიან ბევრ რაიმეს ნათელს მოფენს და მათ შორის მოფენს ნათელს იმ პირების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებენ თანამდებობებს, ან შექმნეს ძალიან დიდი
ქონებრივი მდგომარეობა და ვერასოდეს ვერ დაასაბუთებენ ამ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის ჭეშმარიტებას, რომ მათ კანონიერი გზით აქვთ ეს ქონებები შეძენილი. ამიტომ მაინც მივდივართ განათლებას. განათლება უპირველეს ყოვლისა და ქმედებები, რომელიც გარკვეულწილად შეიცავს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ზეგავლენასა და შეღწევადობის ნიშნებს. არც ერთ სახელმწიფოს, არც მეზობელს და არც შორებელ სახელმწიფოს არ სურს, რომ საქართველოში იყოს მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა. ალბათ ამიტომაც არის, რომ საგანმანათლებლო უწყებაში ძირითადად წარმოდგენილი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ასწავლიან სტუდენტებს და შესაბამისად ან განათლებაზე არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ განათლებული თაობა მიეყოთხა. როდესაც მაგალითად NGO, რომელიღაცა NGO-ს წარმომადგენელი შედის აუდიტორიაში და კითხულობს ლექციას, სხვა და თუ სხვა გამას ალბათ, ხო? ძნელია ალბათ ამაზე აუცილებლად გვექნება ჩვენ საუბარზე, რატომ ჩააბარეს უმაღლესი სასწავლებლები NGO-ს, რა თქმა უნდა და არა მაგალითად პროფესორებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მით უმეტეს დახუნძლული არიან ამ განათლების ამ კუთხით, რომ ასწავლონ აუდიტორიებში და სტუდენტებმა მიიღონ განათლება და ჩვენ ვხედავთ პირიქით ეს ადამიანები არიან თამაშგარე სიტუაციაში დაყენებული და აუდიტორიებში ძირითადად შეყვანილი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პროგანწყობების შემქმნელი, პროგანწყობების შექმნელი პროფესორ-მასწავლებლები ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან დიდი ნაწილი ეწევა უცხო ქვეყნების აი ესეც სპეციალურ არ გაამართლა იმ სისტემამ იმ რეფორმამ, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს ესხები თქვენს კოლეგას ირაკლი გოგავას და აუცილებელი ამ ბოლონიის პროცესს ავახციოთ თავი. სასურველია, იმიტომ რომ ძალიან დამანგრეველი შედეგები მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის. და კიდევ ერთი რა, აი ესეც ისე განხორციელდა, რომ რეალურად ხელისუფლებამ, რომელმაც ეს ბოლონიის პროცესის კუთხით დაიწყო საქართველოში, თქვათ, მისი დანერგვა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტი, რომ პირობითად რომელიმე სამეცნიერო კვლევით ცენტრში, მაშინ ჯერ კიდე არსებობდა კვლევითი ცენტრები, სწორედ იმ ხელისუფლების პირობებში სიღრმისეულ რღვევას ჩაეყარა საფუძველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა, ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისათვის ესეთი ტიპის კვლევები განეხორციელებინა. ესე იგი, წუხვარ იმაზე რაც ხდებოდა და წუხვარ იმაზე, რომ ამ მიმართულებით არავის არაფერს გაგონება არ უნდა და ეს არის უმძიმესი მდგომარეობა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენია სახელმწიფოს განვითარება მაღალი დონის საგანმანათლებლო პროცესების გარეშე. უპირველესი აი იმ პროცესის დასაძლევად, რომელზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, ნარკობიზნესის დასაძლევად და შემდეგ რომელ პროცესისთაც ვისაუბროთ, ეს არის აუცილებელი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნას საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდიანი სასწავლო პროცესი, შეიქმნას სამეცნიერო ცენტრები ამ სისტემაში და დაიწყოს საიდუმლოების გრიფით სხვადასხვა ტიპის კვლევების წარმოება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოსათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი განვითარება წარმოუდგენელია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ეჭვი არ მეპარება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომ არიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანთა მნიშვნელოვანი ერთობა არის იმ ცოტა ისეთ საკადრო უზრუნველყოფასთან ერთად, რომელიც ზოგადად გარკვეულწილად ფეოდალიზმის ნიშნებს შეიცავს. სისტემაში ფეოდალიზმი არ შეიძლება, სისტემებში არ შეიძლება, რომ სამსახურის ხელმძღვანელების პირად ინტერესებს ემსახურებოდნენ კადრში მყოფი ოფიცრები თუ რიგითები, მათი ერთ-ერთი მოვალეობა რომ ემსახურებოდნენ საქართველოს. ამიტომ უნდა დავიწყოთ ის, რაც ყველაზე მეტად დასაწყებია. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ებრძოლოთ დანაშაულს, თუ ზოგადად არ გაგაჩნიათ რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, სადაც განხილული და გაანალიზებულია ის მიმართულებები. აქედან გამომდინარე, რატო ვითხოვთ იმას, რომ ესა მაღალი დონის, თქვათ, საბრძოლო მოქმედებები გქონდეს ნარკო ბიზნესის წინააღმდეგ და მოდით და ახლა შემედავეთ ან თქვენ, ან ნებისმიერი, ვისაც ამის სურვილი ექნება, თუნდაც პირდაპირ ეთერში, რომ ეს არ არის უცხო ქვეყნების დაინტერესება და იმ, თქვათ, ნარკო ბიზნესის ჯგუფებში მონაწილე ადამიანების დაინტერესება, რომ საქართველოში არსებობდეს მყარი საგანმანათლებლო სისტემა,
რომ თუ დანაშაული ვერ აღიქვ, შესაბამისად საფრთხეს იდენტიფიცირებასაც ვერ ახდენ და ვერც რისკებს ვერ შეაფასებენ. ბატონო დავით, ის რომ ჩვენ არ გვაქვს მყარი განათლების სისტემა, ამის მაჩვენებელი, ამის ესე ვთქვათ, მიზეზიც არის ის, რომ სამწუხაროდ გაახალგაზრდავდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელზეც თქვენ საუბრობდით წინა ეთერში. დაუკავშიროთ განათლებას ეს თემაც. საბოლოო ჯამში ყველა პრობლემა მაინც თავს იღებს განათლების პრობლემასთან, ის რომ ჩვენ არ გვაქვს მყარი განათლების სისტემა. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვალებადია, ეს მინისტრები მუდმივად საუბრობენ, აი ამოვიდა ახალი მინისტრი, ახალი ხედვა წარმოადგინა, მაგრამ ჩვენ ისევ იგივე ვითარებაში ვართ, არაფერიც არ იცვლება, უბრალოდ მინისტრს აქვს ხედვა, რომელიც არ ვიცით ეს ხედვაც როგორი ამბობს, რომ მაგს აქვს ხედვა, უნდა განახორციელოს რეფორმები, რაღაცა წარმოუდგენელ რეფორმას გვერდებოდა, მაგალითად ამილახვარი, მაგრამ სად არის ამილახვარი? ესე იგი, პირველ რიგში ვისურვებდი, რომ მინისტრს, რა თქმა უნდა, ხედვა არ უნდა კონდეს, მაგრამ მინისტრის ხედვაზე არ უნდა მიმდინარეობდეს პროცესები არც მის სამინისტროში და არც სახელმწიფოში. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა და იმ პოლიტიკის მოთხოვნები არსებობს ღია ნაწილი არის დახურული. ეს უნდა იყოს მინისტრის ცვლილების დროს რაღაცა იცვლებოდა. ეს უნდა იყოს ის ძირითადი ხედვა, რომლის მიხედვითაც ყველა მინისტრმა უნდა დაგეგმოს ღონისძიებათა სისტემა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ან ნეიტრალიზაციის. მე ახლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს ვიტყვი და მაინც ამ პოზიციაზე ვრჩები, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით გარკვეულ თანამდებობის პირთა კატეგორია იმ დონეზე მლიქნელობს მაღალი რანგის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინაშე, რომ ის ცდილობს მხოლოდ დადებითი ემოციის გამომწვევი ინფორმაციის მიწოდებას. მაქვს მაღალი რწმენა იმისა, რომ რეალურად პოლიტიკის წარმმართველ ხელმძღვანელობას ძალიან ბევრი ინფორმაციები არ აქვს. და დღეს პირველად ვიტყვი ამას თქვენ ეთერში, რომ ეს ახასიათებდა იმ სამსახურს, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდათ ის პირი, რომელიც შემდეგ სახელმწიფომ დააკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ინფორმაციათა ნაკადი არა მარტო ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და ეს არის პროცესი, როდესაც ინფორმაციათა ნაკადი ეგრეთ წოდებულ ყლაპვას განიცდიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ რეალურად არ ეწოდებოდა გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფს ის ინფორმაციული ნაკადები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მომხდარიყო რეალური საფრთხეების იდენტიფიცირება, შემდეგ მომხდარიყო მათზე რეაგირება, რომ ეს საფრთხეები შემცირებულიყო. აი სწორედ ესეთი ინფორმაციების ყლაპის პროცესი განაპირობებს ოპერატიული პროცესების არამდგრადობას, რომელიც იწვევს მაღალი რანგის თანამდებობის პირების ძალიან მაღალი დონის გამდიდრებას. გამდიდრების ძირითადი მიზეზი შესაძლებელია იყოს პირდაპირ უშუალოდ კორუფციაში ჩართვა და სარგებლის მიღება ქვეყნის შიგნით და შესაძლებელია ეს იყოს პროცესი, რომელიც იმართება უცხო სახელმწიფოებიდან, რომ ახორციელებ რა შენ როგორც თანამდებობის პირი შენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას, საბოტაჟის მაინსპირირებელ საქმიანობას, შენ გეძლევა მნიშვნელოვანი ფინანსური თანხები ამ განხორციელებული ქმედებისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეცედენტი, რომელიც დაიშვა ამ ხელისუფლების პირობებში, არა მარტო მაღალი დონის თანამდებობის პირების დაკავებით, თუმცა კითხვაც იმართლე მაინც სასაცილოდ მიმაჩნია ის დანაშაულები, რომლისთვისაც ის პირები გასამართლებული იყვნენ, იმიტომ რომ არსებობს ძალიან მაღალი დონის დანაშაულები, რომელიც პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე მაინც ისევ იმაზე ვრჩები, რომ ძალიან ბევრი რამ გადასახედი არის. თუ ჩვენ არ გადავხედავთ იმ დანაშაულებს, რომელსაც ჩადიოდნენ ესე თუ ის პირები, ეს არის მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ახალი თანამდებობის პირობისა, რომ მათ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაულები. ამიტომ პრეცედენტი, რომელიც დაშვებული იყო გოგაშვილის შემთხვევაში ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი უნდა ამუშავდეს და ამ მექანიზმის მეშვეობით აუცილებელია განხორციელდეს იმ ქონებების გადამოწმება, რომლებიც 70 წლის განმავლობაში დააგროვეს მაღალი თუ დაბალი რანგის თანამდებობის პირებმა,
რომლებსაც არ შეიძლებოდა ქონოდათ ამ ტიპის შემოსავლები, არ შეეძლოთ რომ ამ ხელა ტიპის მოგება მიიღოთ, თუ ისინი უკანონო საქმიანობაში არ იქნებოდნენ ჩართული. აი ეს იქნება მნიშვნელოვანი კიდე პრეცედენტი იმისა, რომ ჩვენ ზოგადად კრიმინალური ვითარება ზოგადად რომელსაც მაგრამ ამას გავამარტივოთ. ეს უკვე არის ხელისუფლების პოლიტიკური ნების აუცილებელი არის ალბათ რომ პრეცედენტი შეიქმნას ხო ბატონ დავით რომ სხვას არ მოუნდეს იგივე გზით დაუშვათ გამდიდრება როგორც მაგალითად გოგოშვილი ახსენე ჩვენ არც ვიცით ბოლომდე არის თუ არა მაგ მისი ქონების ჩამორთმების ნაწილში რა ხდება ხო ყოველ შემთხვევაში რაც გაჟღერდა მე იმაზე ვსაუბრობ და მე ვთვლი რომ ეს იყო პრეცედენტის არ მქონე 70 წლის განმავლობაში და ეს იყო უნიკალური შემთხვევა და ვფიქრობ რომ ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა რომ აბსოლუტურად ყველა ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით საძიანოდ მოქმედებს მას შესაძლებელია რომ ქონება ჩამოერთვას. ეხლა რაც შეეხება გაახალგაზრდაობას, ნახეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რამაც ძალიან შემაშფოთა სიმართლე რო გითხრათ, როდესაც ეს ახსენეთ თქვენ და მაშინ საერთოდ დრო არ გვაძლევდა ამის გავრცელება. ესეც არის არასტაბილური და ქვეყნისათვის არა საყრდნობა თქვენი ეს ეჭვია ეს ბატონო დავით, ეს არის გონივრული ეჭვზე საუბრობთ, მტკიცებულებები არის ამის თუ აი რას ეყრდნობა თქვენი ეს განცხადება, რომ გაახალგაზრდა სამწუხაროდ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი ქვეყანაში. კარგი, ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. თუ გავიხსენებთ ზვიად გამსახურდიას ძალადობრივ დამხობას. კი ბატონო, გავიხსენებთ. და გავიხსენებთ ზვიად გამსახურდიას მხარეს თუ მოწინააღმდეგე მხარეს მდგომ ადამიანთა ასაკს საუბრობ სახელმწიფო გადატრიალებაზე თანამედროვე ეტაპზე რაც ჩვენ ვიხილეთ 2024 წელს. რამდენად განსხვავება ასაკებს შორის და რამდენად მასშტაბური იყო ძალიან ახალგაზრდა გაუთვითცნობიერებული და სათანადო ზოგადად გამოცდილების და საფრთხეების აღქმის კოეფიციენტის არ მქონე ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეების ყოფნა ამ პროცესებში. არა მარტო ყოფნა, არამედ აქტიური მონაწილეობა და მათ შორის ცეცხლის გახსნა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან მიმართებაში. მხოლოდ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ზოგადად აი რატო არის აუცილებელი ყველა პროცესის არა მარტო სამართლებრივი, არამედ მეცნიერული გაანალიზება. აი მარტო ის რა დღის რომ ასაკობრივი თქვათ შეფასება გაკეთდეს თუ რა ასაკის ადამიანები იღებდნენ იმ პროცესებში მონაწილეობას და რა ასაკის ადამიანებთან მქონდეს საქმე. ნახეთ როგორ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მასწავლებლები და ისინი როგორ პროვოცირებენ მოსწავლეების საპროტესტო პროცესებში ჩაბმას. ეს რას ნიშნავს გეკითხებით თუ ჩვენ მოვლენებს ვაფასებთ რომ პროცესები რომელიც მიმდინარეობს ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესები მაშინ რა გამოდის ვინც იქ მონაწილეობს ესე იგი ისინი გარკვეულწილად მიდრეკილი არიან რისკენ რომ ისინი შესაძლებელია პერსპექტივაში გახდნენ მიდრეკილი სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობისაგან. ეხლა გადავიდეთ ძალიან სხვა მიმართულებაზე. რეალურად სოციალურმა მდგომარეობამ 70 წლის განმავლობაში ძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ოჯახი სწევრი დააშორიშორა ერთმანეთს. შესაბამისად მივიღეთ ისეთი უარყოფითი შედეგი, რომ ძალიან პატარა ასაკის ბავშვები უკვე იქცნენ როგორც დანაშაულის იარაღად. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ის გარემოება, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ზუსტად იმ ზღვართან ვდგევართ და ალბათობის მაღალი ხარისხით ხელისუფლება იმიტომ იღებს დაჩქარებულად ამ გადაწყვეტილებას, რომ ნარკობიზნესის მიმართულებითაც სავარაუდოდ გაახალგაზრდებულია ზოგადად ის ასაკი, რომლებიც ჩართული არიან ზოგადად ამ ყიდვა-გაყიდვის პროცესში. თუ შეგინიშნავთ, ან შეიძლება ბევრმა ადამიანმა შენიშნა და ზოგადად არ მიგიქცევიათ შეიძლება ყურადღება, მაგრამ მე მინდა სამართალდამცავებს ვკითხო და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განუმარტოს მოსახლეობას რა წარწერებია გაკეთებული ძალიან ბევრ შენობაზე, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან რომ 3000 $1000 $3000 შეგიძლია რომ თუ ამ საიტზე შემოხვალ რომ გამოიმუშაო რა არის ეს ხო არ არის რეალურად სწორედ იმ ნარკობიზნესის მიმართულებით პროცესების განვითარება და ამ შემთხვევაში
სოციალურად დაუცველი თუ ზოგადად შესაძლებელია ზოგადად არ იყოს სოციალურად დაუცველი, მაგრამ ახალგაზრდა მიდრეკილია, რომ მით უმეტეს ამ პროპაგანდის ფონზე, რომ განსაკუთრებულ სიმდიდრეში უნდა იცხოვრონ და ხო არ არის ეს გარკვეული პირობების, სასათბურო პირობების შექმნა, რომ რეალურად საქართველოში გაახალგაზრდოდეს დანაშაული. ყველაფერი გათვლილია. საქართველოს კანონმდებლობით არსებობს ასაკი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დგება. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ყველა იმ თქვათ სახიფათო აქციისათვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული, სწორედ ამ ასაკის ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩართული. ამიტომ კანონის მიღებას ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს მისი მეცნიერული გზით დასაბუთება. კვლევებით უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ კანონის მიღება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით განვითარების გარეშე ჩვენ ძალიან დაბალი პერსპექტივა გვაქვს, რომ სტაბილური ოპერატიული ვითარება მივიღოთ. აი თუნდაც კანონი, რომელიც მივიღეთ, რომელიც ემსახურებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, თქვათ, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას. მივიღეთ კანონი და ის აღმოჩნდა ბრძოლის უუნარო. სამწუხაროდ. და დღეს ვიღებთ კიდევ ახალ კანონს. მე მაინტერესებს რამე გაითვალა ამ მიმართულებით, რაიმე საიდუმლო გრიფირებული კვლევით, რაიმე ჩატარდა, რომ რაღაც საფრთხეები იყო იდენტიფიცირებული. არსებობს ზოგადად, თქვათ, ან სადაზორო სამსახურის, თქვათ, ძალიან მაღალი ინტელექტუალური ნაწილის, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან კონსადაზორო სამსახურების მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელიც ხელისუფლებამ ყოველთვის საფუძვლად უნდა გამოიყენოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში, თუ ეს ისევ არის, თქვათ, მეს პრინციპით მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ ძალიან დაფიქრება გვმართებს. ერთი რამ კიდევ უნდა ვიცოდეთ ამ გაახალგაზრდებულ დანაშაულთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში, მათ შორის მანდატურის პროექტი, ერთი მხრივ ეს იყო მომხიბვლელი, მაგრამ მან ვერ ჩაანაცვლა ის მიმართულება, რომლის საფუძველზეც პრაქტიკულად ეს ინსტიტუტი შეიქმნა. ეს ინსტიტუტი შექმნილი იყო იმ ქვეყნების ოპერატიული ვითარებისათვის, რომელშიდაც, თქვათ, მას ექნებოდა განვითარების ნოყიერი ნიადაგი. საქართველოში ამ ინსტიტუტს არ შეიძლებოდა, რომ ნოყიერი ნიადაგი ქონოდა. ეხლა შეიძლება ვინმე დავა დაიწყოს იმისთვის, რომ აი მაშინ ხო ცოტა უკეთეს, იცით რის ხარჯზე იყო უკეთესი მდგომარეობა? ის რომ ქუჩაში მიმდინარეობდა ძალადობა. მათ შორის პატარა ასაკის ბავშვებზე სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, მათ შორის პროპაგანდა იყო საშინელი და მდგუნველი და შესაბამისად ალბათობის მაღალი ხარისხით და რეალურად ესე იყო, მანდატური სამსახურს ძალიან ბევრი სამუშაო არასოდეს არ ქონია. თუ მანდატური სამსახურმა გაამართლა, ამისთვის უნდა არსებობდეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტები. რა დოკუმენტაცია არსებობს, რა განახორციელა მანდატურის ინსტიტუტმა, რა საფრთხეები აიცილა ქვეყანამ თავიდან, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შევიდა სკოლებში. ეს ყველაფერი გასაანალიზებელია და მივიღალთ ისევ იმ დასკვნამდე საბოლოო ჯამში, რომ რეალურად ჩვენ ის საფრთხეები, რომელიც ჩვენ შეიდგა, რეალურად ეს ყველაფერი ნეიტრალიზებული არ აქვს. თითოეული ჩვენთაგანი ხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თითოეული ჩვენთაგანი მოძრაობთ ქუჩაში. თითოეული ჩვენთაგანი ისმენს მათ შორის სამართალდამცავების თუ სახელმწიფო მოხელეების, თუ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების სხვადასხვა ასაკის და განსაკუთრებულად ეხლა მაინც პატარებზე გვაქვს მათ ლექსიკას. დააკვირდით მათ ლექსიკაში რა ტერმინოლოგია არის შეგნით ჩადებული და არის თუ არა ეს მინიშნება ტერმინოლოგიიდან გამომდინარე, რომ ეს არის გარკვეულწილად მოწვედი ჯგუფები ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით ერთი მიმართულება, ნახეთ, რაც განვითარდა ჩვენთან დაკავშირებით. აი, როდესაც ეს არეულობა იყო. ჩვენ შევხვდით გარკვეულწილად ეგრეთ წოდებულ მოტოციკლეტთა ჯგუფი დავარქვათ, ხო? რეალურად, როდესაც ესეთი ერთობა შეიქმნა, გარკვეული ტიპის მოწყვლადობა უკვე სახელმწიფოსათვის უნდა არსებობდეს. რომ ეს არის საფრთხის შემცველი ჯგუფი, რომ შესაძლებელია ესეთი ჯგუფები სხვადასხვა მიზნებისთვის იქნან გამოყენებული. ჩვენ ვიცით მათი ასაკი. ჩვენ ვიცით მათ შორის ამ მოტოციკლეტების ჯგუფში შემავალი არა საქართველოს მოსახლეობის, არა ქართული მოსახლეობის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც მათ შორის არიან ისეთ სახელმწიფოებიდან, რომლებიც
გამოირჩევიან ნარკო ბიზნესის მაღალი დონით. ეს ყველაფერი საკონტროლებელია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ყველა არხის იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ, ესე ნაწილ-ნაწილ რაღაცა ნაწილ-ნაწილ ბრძოლა ძალიან დიდ ეფექტს არ მოგცემს. და კიდევ ერთი მიმართულება, ჩვენ ვნახეთ, რომ იყო მცდელობა შექმნილიყო რაღაც ორგანიზებული ფორმირება თითქოს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით. ფიცი დადეს ამ შემთხვევაშიდაც დაიცავდნენ ზონდერებისგან აქციის რა ჯგუფი იყო ეს ბატონო? ამ შემთხვევაშიც რა კონტაქტში, რა კავშირშია ეს ამ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან? ისინი არიან მოწყვლადი ნებისმიერ სიტუაციაში გამოყენებული იქნა როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. და არც ვიცით ვინ არიან ისინი, იმიტომ რომ ნუ ეს სახელმწიფო უნდა იცოდეს, ჩვენ არ არის საჭირო ეს ვიცოდეთ. თუ გვეტყვიან, თორემ თავარია რომ სახელმწიფო მიცოდეს, რომელსაც აქვს ღონისძიებების გატარების საფუძველი. ამიტომ მე მგონი რომ რაღაც კატეგორიებზე ვისაუბროთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. თუ დავაკვირდებით, ძალიან გახშირებულია ეგრეთ წოდებულ სავაჭრო ქსელებში სხვადასხვა პროდუქტების, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების მოპარვის ფაქტები. ზოგი ამას აკეთებს იმისათვის რომ თქვათ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა რაღაც გაუმჯობესდეს. მაგრამ ამას ხელს უწყობს კიდევ ერთი გარემოება, რომ არსებობს ადგილები, სადაც ამ პროდუქტების ჩაბარება ხდება და რეალიზაცია. მაგრამ არსებობს ესე იგი არასრულწლოვანთა კატეგორია, რომლებიც პრაქტიკულად ამ მოპარულ ნივთებს, როდესაც ჩააბარებენ, ისინი ძალიან გაშმაგებით ეძებენ თქვათ ნარკოტიკებს, რომ ისინი თქვათ მათ პროპაგანდის შედეგად, ასაკობრივი პროპაგანდის შედეგად ეგრეთ წოდებულ კარგ ბიჭებად გამოვიდნენ და ესე შემდეგ და ესე. ამიტომ ეს ყველაფერი არის თითოეული ჩვენთაგანის ირგვლივ. აქ არაფერი ამას ოპერატიული ტექნიკური საშუალებები არ ჭირდება. ეს არის ყველაფერი ჩვენის ირგვლივ ხდება და პრაქტიკულად ეს საფრთხე არის იდენტიფიცირებული და კიდევ მივდივართ საგანმანათლებლო სისტემაზე. სკოლაში არ მიმდინარეობს და არ აგვაქვს ის სასწავლო პროცესები, რომლებიც პროპაგანდირებას გაუწევენ ჯანსაღ ცხოვრების წესს. ჩვენ როგორც ყოფილი ხელისუფლების, ისე ამ ხელისუფლების პირობებში გქონდა პროცესები, როდესაც პრაქტიკულად პედაგოგი როგორც ფიგურა დაინგრა, ჩამოიშალა. როგორ წარმოგიდგენიათ? ავტორიტეტი არის. როგორ ესეც არ არის მიზანმიმართული პროცესი? როგორ არ არის? ამდენი გამოცდის ჩატარება რისთვის სჭირდება პედაგოგს, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება, მას შეიძლება უტარებდე ტრენინგებს, რომ აიმაღლოს დონე და როგორ შეიძლება ესე იგი რა გამოდის, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემა არ გაგვაჩნია. როგორც მაგალითად იურისტები, როდესაც ხდებიან, აუცილებელია რომ გამოცდები ჩააბარო ადვოკატთა იურისტთა ასოციაციაში. რა არის ეს, რა პროცესებია, უბრალოდ ვერ ვგებულობ. თუ შენ არ აღიარებ საგანმანათლებლო სისტემას, მოდით მივიდეთ მაშინ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ საერთოდ აღარ გქონდეს საგანმანათლებლო სისტემა, შევქმნათ რაღაც ესეთი პატარა კომპანიები, სადაც ჩააბარებენ რაღაც გამოცდას და მივცეთ ამ ადამიანებს იმის უფლება, რისი უფლებაც აქვს. ესე იგი ყველა ქმედება არის ერთმანეთთან კავშირში და თუ ქრონოლოგიურად ამას ჩვენ ყველაფერს ერთმანეთთან დავალაგებთ, შექმნილი ვითარება თვითონ გვეუბნება, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არის უსუსური. უსუსური არის ორიენტირებული განათლებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის ცოდნის მისაღებად, მან აუცილებლად თავის წინ უნდა დაინახოს ავტორიტეტი. და როდესაც ეს ბავშვი, როგორც სკოლაში, ისე სახლში, ისე ქუჩაში ისმენს, რომ ჩვენ გვყავს დაბალი დონის პედაგოგი. ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ადგენს ამ ტესტებს, რატო ადგენს და რამდენად მომგებიანია ეს ტესტები, თქვათ, რომლის გადალახვას ვერ ახდენენ პედაგოგები და ხომ არ არის მიზანმიმართული პროცესები, რომ ესეთი ტესტები შედგეს და შემდეგ კომპრომეტირებული იყოს ზოგადად პედაგოგის ინსტიტუტი საქართველოში. ესე იგი, ყველაფერი ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში და ამის ტიპის პატრონი ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს. კიდევ ერთ რაიმეზე უნდა ვისაუბრო. მართალია ეს ყველაფერი ახლა რასაც მოვამბობ, რაც გაკეთებულია გარკვეულწილად ქვეყნის დემოკრატიულობას მეანიშნებს, მაგრამ მოდი ერთ რაიმეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არანაირად არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პირველი პირები არ უნდა იყვნენ
პროფესიონალები და დარგობრივი მიმართულებით საუბრობ და ისინი უნდა იყვნენ კარგი მენეჯერები. ამ ქვეყანაში და ამ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, წარმოუდგენელია, რომ მენეჯერი არსებობდეს. პირველ რიგში აქ უნდა არსებობდეს აუცილებლად პროფესიონალი, რომელსაც გავლილი აქვს აბსოლუტურად ყველა იერარქია, რომელმაც იცის ყველა ის ტკივილი, რომელსაც განიცდიან ყველაზე დაბალი რანგის ოპერატიული თანამშრომლები და მერე რიგითობით, როდესაც ისინი იერარქიად თუ ესეთ გადაწყობა ჩვენ არ გავაკეთეთ, ჩვენ არაფერი არ გვეშველება და დამერწმუნეთ, რომ ამის ანალიზი გაკეთდეს, ყველაფერი ჩამოშლილი არის. ამიტომ ის დანაშაულის არა მე არაფერი ძინას არ ეს არის ობიექტური რეალობა და თუ ვინმე ამაზე არ ელაპარაკა, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, ესე იგი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჯგუფს, როგორც ქვეყნის შინგის, ისე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რომ კონდეს რეალური და ობიექტური მონაცემები, მე დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები უფრო კარგად წარიმართებოდა და ქვეყანა იქნებოდა უფრო კარგ მდგომარეობაში. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამ ხელისუფლებაზე ვსაუბრობ, ერთ-ერთ გავლენიან ადამიანთან ზუსტად მიმეტანა მეოთხედი გვერდიც არ იყო ჩანაწერი ერთ-ერთი პრობლემის შესახებ. ეს იყო ძალიან ისეთ კონსპირაციულად ჩემს მიერ გაკეთებული, უბრალოდ პრობლემა შემექნოდა და ძალიან დიდი რომ ეს ოფიციალურად მომხდარიყო, შეირჩა სპეციალური ეს იყო პრობლემა, რომელიც ეხებოდა საკადრო პრობლემას. 45 წუთში ეს პრობლემა მოგვარდა. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაქვს მაღალი ეჭვი იმისა, რომ ინფორმაციული ნაკადები იყლაპება. მე არ ვიცი ახლა ვერ ვასახელებ ვერავის კონკრეტულად, მაგრამ ამ ლიქნელობაში გაწვრთნილ ადამიანთა ერთობა, თანამდებობის პირთა ერთობა ყოველთვის ცდილობს, რომ დადებითი განწყობა შექმნას რაღაც პროცესების ირგვლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გეუბნებით, რო არ მქონდეს ეს მაგალითი, მე შეგნებულად არ ვასახელებ ახლა გვარდასახელს, მოვა მაგის დროც რომ ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მე შემიძლია რომ თავიდან ბოლომდე ვისაუბრო იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაზეც იყო, მაგრამ ძალიან 45 წუთში გადაწყდა. ესე იგი ეს იმას მიანიშნებს, რომ ის ადამიანი დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ქვეყნისში და ისე საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი დადებითი შედეგები გვექნება. ეხლა რატომ აქვს ამის საფუძველი? ნახეთ, ძირითადად თუ დავაკვირდებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ამ წუთში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, გადართულია საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოების თემებზე, იმიტომ რომ გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა და თუ იქ ჩვენ სწორად არ ვივაჭრეთ, შეიძლება ჩვენ სახელმწიფოც აღარ ვიყოთ ხვალდაზე. მაგრამ ეს ხომ არ არის ბატონ დავით, აი ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შიდა პრობლემებზე არ ვიფიქროთ. გარე პრობლემებზე ვართ ორიენტირებული, პრინციპში გადაცემებიც კი ძირითადად გარე პრობლემებზე გვაქვს და შიდა პრობლემები თითქოს გაუშვით ხელს და ამ დროს გროვდება ეს პრობლემები და შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, ქალბატონო თამთა, რომ 2012 წელს კოჰაბიტაციის პროცესით შეცდომა იყო და რეალურად არ ვიცი, მე პირველად გავაკეთებ, ახლა თუ ალბათ ჯერ ესეთი განცხადება მე არ გამიკეთებია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებაში განხორციელებულია ალბათობის მაღალი ხარისხით შიდა პოლიტიკური რევოლუცია, რომლის შედეგადაც ესა რა ვქია, მთელი ელიტარული ნაწილი და ადამიანების ის ჯგუფი, ვისი დამსახურებაც არის, თქვათ, ყოფილი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გასტუმრება, პრაქტიკულად ამ ჯგუფის ნეიტრალიზაცია და პრაქტიკულად ისევ ნაციონალური მოძრაობის პირობებში ყოფი მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამარჯვება. ამის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ანალოგიური პროცესები განხორციელდა სპეცსამსახურებში, სპეცსამსახურებიდან პრაქტიკულად დაითხოვეს ყველა ის პირი, რომელიც ნეიტრალიტეტს ესე რა ვქია, ინარჩუნებდა და მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებში მომუშავე ადამიანი უნდა ინარჩუნებოდეს ნეიტრალიტეტს და ის მხოლოდ თავის სახელმწიფოს ემსახურებოდეს და ასევე ამ სისტემიდან განიდევნენ ის პირები, რომლებიც თქვათ უკვე ახალი ხელისუფლების
პირობებში შემოვიდნენ და დაიწყეს მუშაობა. ესე იგი პრაქტიკულად არა მარტო პოლიტიკურ პარტიაში მოხდა გარკვეული რევოლუციური ძვრები, ალბათობის მაღალი ხარისხით მოხდა ანალოგიური სპეცსამსახურებში. ამიტომ რაღაც ახალ ფენომენთან გვაქვს საქმე, ახალთან არა, აპრობირებულ ფენომენთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამასაც გარკვეულწილად განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ჭირდება. ჩვენი ერთადერთი ამოსავალი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი სამშობლოს მსახურება. ფეოდალიზმი სისტემებში უნდა დამთავრდეს და ყველა თანამდებობის პირმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კადრი, რომელიც მოვლენილია სისტემაში, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს და არა პირად ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია ის, რაც ვთქვი, იმათთვის, ვინც ეს სიტუაცია უნდა გაანალიზოს. კი ბატონო, ბატონო დავით, ბოლო კითხვას დაგისვათ, თუ შეიძლება პრინციპში ჩვენი გადაცემა ამოიწურა. ეს როდესაც გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ასაკობრივ ზღვაზე რთული ალბათ რომ რა ასაკზე არის საუბარი ალბათ ამას სკოლის მოსწავლეებს არასრულწლოვანებს რა ჯგუფი დგას მათ უკან დგას თუ არა მართლაც კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფი მათ უკან წარმოუდგენელია ხარ რომ ესენი დამოუკიდებლად მოქმედებენ მით უმეტეს თქვენ ახსენეთ კიდევაც რომ ეს ეგრეთ წოდებული ფიცი რომელიც დადეს პარლამენტის შენობის წინ ნიღბიანმა ახალგაზრდებმა როგორც ირკვევა ნაწილი მათი სწორედ არასრულწლოვანები იყვნენ რომლებიც ფიცი დადეს რომ აქციის მონაწილეებს დაიცავდნენ ყოველგვარი ნებისმიერი თავდასხმისგან, ეგრეთ წოდებული ტიტუშკების თავდასხმისგან და ასე შემდეგ. რა ჯგუფი მართავს მათ? კარგით, გავიგე. კრიმინალური სამყარო ცდილობს თვითგადარჩენას. დიახ. იმისათვის, რომ კრიმინალური სამყარო გადარჩეს, აუცილებელია, რომ არსებობდეს სათანადო პროპაგანდა. კრიმინალური სამყარო ამას წარმატებით ახორციელებს. ყოველდღიურად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული მატარებლის ჩაბმის პროცესი. სხვადასხვა თაობები რატომ ვარხს პროპაგანდისტულად და იდეოლოგიურად, მე გითხარით კანონის სისუსტეზე, რომ სისხლისამართლის თქვათ დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს არასრულწლოვანია და იგი პასუხს არ აგებს ჩადენილ დანაშაულისთვის, იმიტომ რომ ის არის არასრულწლოვანი. ამიტომ არის კანონი გადასახედი და ამიტომ არის უსაფრთხოებისთვის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდის დაუშვით ჩვენის, რომ აი ეს სურათი მიგვეღო, როდესაც დაუშვით აი ამ კანონის ლიბერალიზება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიმინალური სამყარო არც ერთ ქვეყანაში, ჩვენ არა ვართ რაიმე განსაკუთრებული, თავის პოზიციებს არ დათმობს და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისათვის კრიმინალები წარმოადგენენ მნიშვნელოვან შეღწევადობის ზონას. ამიტომ არის რომ ზოგჯერ იციან რა რომ მათი შესვლა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში არის საფრთხე სახელმწიფოები მაინც უშვებენ კრიმინალებს თავიანთ სახელმწიფოში. ამასთან ერთად გვაქვს ფაქტები, როდესაც დიპლომატიური პასპორტითაც კი აღჭურვიან კრიმინალებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალები შესაძლებელია გამოყენებული იქნან სხვადასხვა აქციებისათვის, მათ შორის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ამიტომ ყველა სჭირდება ახალი თაობა და კრიმინალური სამყარო იბრძვის იმისთვის, რომ თაობათა წყვეტა არ მოხდეს, შეჯერობით ეს ყველაფერი წარმატებით ხორციელდება. სამწუხაროდ საქართველოშიც ეს წარმატებით ხორციელდება როგორც ჩანს და იმედია ამ გადაცემის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურა მიიღებს შესაბამის ღონისძიებას ბატონ დავით. მე მჯერა რომ უნდა მიიღო. კი ბატონო, მე მართლა ძალიან მძიმე ეთერი იყო. თავისი შინაარსით დღევანდელი ეთერი ბატონ დავით და მადლობა თქვენ იმისთვის რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს ეთერში გაამჟღავნეთ და ველოდებით კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას ჩვენ გვქონდა საუბარი რომ ბატონ დავითი ატარებს ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხზე კვლევას და ჩვენ ძალიან მალე როგორც კი დასრულდება ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას შემოგთავაზებთ ბატონ დავითთან ერთად ეს და დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ პროკურატურას ექნება ამაზე რეაგირება და საკმაოდ ეს იქნება სკანდალური საქმე ალბათ თუ კი დაკავებების სერია დაიწყება და დარწმუნებული ვარ ამ კვლევას მოყვება დაკავებების სერია ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დაგველოდეთ ბატონ დავითთან ერთად მე არ ვიცი როდის დაასრულებს ბატონ დავითი ამ კვლევას იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია ეს საქმე ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით დღევანდელი ეთერისთვის საინტერესო საუბრისთვის ტრადიციულად მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი. მე გემშვიდობებით 4 შაბათამდე და რა თქმა უნდა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და კიდევ ერთხელ მოგმართავთ ძვირფას მაყურებლებო თხოვნით არ დამეზარება ამ თხოვნით მოგმართოთ. გაიზიარეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ. აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის.
თქვენ იცით რომ ჩვენ მოგმართეთ თხოვნით და შეგვეწიეთ ამ კეთილ საქმეში. შემოგვიერთდება ბატონი დავითიც ვიცი რომ ისიც ასევე არის ჩვენი სტუმარი და შემოგვიერთდით ბატონ დავით თქვენც რომ თქვენმა მაყურებლებმაც გაიზიარონ ჩვენი არხი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდით.